საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემის პირველი პირდაპირ ეთერი ტელეკომპანია პირველის ეთერში, იმიტომ რომ ეს არის პირველი მარათონი, რომელიც ეძღვნება 15 წლის ლუკას და დღეს ვერთიანდებით 15 წლის ლუკას ირგვლივ. ეს არის მარათონი, რომელმაც მე ვფიქრობ, ეს არის სრული ექსპერიმენტი პრინციპში, იმიტომ რომ ეს არის მარათონი იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ფონდი აღარ გვაქვს. შესაბამისად, სრულად ექსპერიმენტი უკაცრავად. თუ არ შეგაწუხებთ. შესაბამისად, დღეს გადავწყვიტეთ, რომ სრული ექსპერიმენტი ჩავატაროთ ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ეკრანზე ნახავთ ლუკას ოჯახის წევრის და ახლობლის ანგარიშის ნომრებს და შესაბამისად აქ შეგიძლიათ, რომ ჩარიცხოთ ნებისმიერი თანხა, მათ შორის 1 ლარი და 1 ლარზე შემდეგ ამბავს მოგიყვებით, ვიდრე ფონდს და ვიდრე ფონდის ირგვლივ ამბებზე ვისაუბრებ და მარათონზე და ძირითადად ლუკაზე ვისაუბრებ, მანამდე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეტი დეტალი, საავადმყოფოდან ციხეში მეტი დეტალი ამ ამბავთან დაკავშირებით ცნობილი არ არის, ხვალ ადვოკატი შევა და გავიგებთ უფრო ზუსტ ინფორმაციას, თუმცა დღეს ამ ფორმატში მე როგორც საავტორო გადაცემის წამყვანს მინდოდა აუცილებლად მეთქვა, რომ თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს და ყველა სინდისის პატიმარს და თავისუფლება საქართველოს. ახლა რაც შეეხება მარათონს. მე მინდა რომ ახლა ჩემს პროდიუსერს ვთხოვო, რომ საბანკო მონაცემები უკვე გვაჩვენოს ეთერში. ბოლო მარათონი ჩვენ გვქონდა 2024 წლის ოქტომბერში. და ეს იყო მარათონი, როდესაც თქვენ, ჩვენი მაყურებლები გაერთიანდით 18 წლის გიორგი ქარდავას ირგვლივ. გიორგი ქარდავას ირგვლივ, რომელმაც მიიღო ტრავმა, როდესაც ბებიასთან იყო სამეგრელოში ჩასული, როდესაც უკვე სტუდენტი გახდათ ევროპის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის და ბებიასთან სტუმრად ჩავიდა და რაღაცა წყალში ბანაობის დროს მიიღო ზურგზე ხერხემალზე ტრავმა, რომელიც იყო ძალიან სარისკო სიცოცხლისთვის და ჩვენ მაშინ 280,000 ლარი შევაგროვეთ გიორგისთვის. მეც გადაცემა ძალიან მიყვარს, ისევე როგორც მიყვარს ყველა გადაცემა, რომელსაც ერქვა მარათონი. ყველა გადაცემა, რომელიც გვაერთიანებდა ჩვენ. და რატომ ვამბობ ამას, რომ ეს მარათონები გვაერთიანებდა ჩვენ? პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, მოგწონდათ თუ არა ამ გადაცემის წამყვანი, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობდით მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ყველაფერს ყოველ მარათონზე გვერდივდებდით და ვერთიანდებოდით ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლისთვის. და რამდენი ადამიანის და რამდენი სიცოცხლეც გადაურჩენია ამ გადაცემას, ზუსტად იმდენი სიცოცხლე გადაგრჩენია თქვენ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს უბრალოდ ჩვენი შუამავლობით, უბრალოდ ჩვენი საშუალებით აკეთებდით თქვენ და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს რიცხავდით ანგარიშზე, 1 ლარს, 5 ლარს, 100 ლარს, რა თქმა უნდა. ამას მნიშვნელობა ჰქონდა სხვა საკითხებში, მაგრამ მორალურად არანაირი, იმიტომ რომ რამდენიც ჰქონდათ, იმდენს რიცხავდით და მე მახსოვს ერთხელ, როდესაც ჩემი რესპონდენტი, ჩვენი უკვე ბენეფიციარი მოვიდა, მითხრა ესეთი რაღაც, რომ როდესაც მე თქვენი ჩამრიცხველი ვიყავიო, უკვე თვითონ ჰქონდა სიმსივნის დიაგნოზი დასმული და უკვე მოვიდა ჩვენთან როგორც ბენეფიციარი დახმარების თხოვნით და მითხრა ესეთი რამ, რომ მე მნიშვნელობა მე როდესაც ვაცხადებდითო, რომ 1 ლარიც კი გადამწყვეტეო, ყოველთვის მეგონაო, რომ ეს წინადადება იყო ზედაპირულიო. და როდესაც მე გავხდი ონკოპაციენტი და ჩარიცხული 1 ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მაშინ მივხვდიო, რომ ამ სიწყობს ჰქონდა ოქროს ფასი და როდესაც თქვენ ამბობდით, რომ 1 ლარიც კი გადამწყვეტია, ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ასევე, ამიტომ მე დღეს თქვენ გეუბნებით, რომ 15 წლის ლუკასთვის 1 ლარიც კი გადამწყვეტია და ამას თქვენ საბოლოო ჯამში, როდესაც გამოვაცხადებთ, რომ ლუკასთვის ჩვენი საჭირო თანხა შევაგროვეთ, თითოეული თქვენგანი იგრძნობთ თქვენს როლს და თქვენს წვლილს, შეტანილს ლუკას გადარჩენაში. მოკლედ 2 თვის წინ იმერეთში მოხდა ავარია. ამ ავარიაში გარდაიცვალა მოზარდი, 15 წლის მოზარდი. მეორე პირი, რომელიც საჭესთან იჯდა, ასევე ძალიან ახალგაზრდა, საბედნიეროდ მიიღო ყველაზე მცირე დაზიანება, მხოლოდ ხელის მოტეხილობა. და მესამე, ვინც ავტომანქანაში იჯდა, ეს იყო ლუკა, რომელმაც მიიღო სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები. ლუკა დაახლოებით 1 თვე ებრძოდა სიკვდილს ქუთაისის საავადმყოფოში და 1 თვის შემდეგ აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა თურქეთში. აი აქ გაერთიანდა ყველა მისი ირგვლივ, იმიტომ რომ საჭირო იყო 30,000 დოლარი ლუკასთვის, რომ ის გადარჩენილიყო მისი სიცოცხლისთვის. აქ გაერთიანდა ყველა მისი ირგვლივ, როგორც ოჯახმა აიღო კრედიტი, ასევე მისი ძმის, რომელიც არის 10 წლის კლასელები გაერთიანდნენ, ასევე გაერთიანდნენ მისი კლასელები და ლუკას გადაყვანა თურქეთში მოხდა.
ლუკას კლასელებს დღესაც აქვს თქვენთვის თხოვნა და ძირითადად ჩვენ ამ ბავშვებზე ბევრს ვისაუბრებთ, თუმცა მოდით მოусმინოთ, რას გთხოვენ ისინი დღეს თქვენ. როგორც არასდროს სჭირდება მას ჩვენი დახმარება, მთელი საქართველოს დახმარება, გეხოცებთ. გთხოვთ დაგვეხმაროთ, ეს ჩვენთვის გადამწყვეტია. ძალიან გთხოვთ გადაგვირჩინეთ ჩვენი მეგობარი. დაეხმარეთ ლუკას. ლუკას დავეხმაროთ იმ საქმიანობის გაგრძელებაში, რაც უნდა რომ ეთამაშა ფეხბურთი და დიდი ფეხბურთელი გამოსულიყო. ლარი მნიშვნელოვანი იქნება მისი ჯანმრთელობისათვის. გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ. გთხოვთ ჩავირიცხოთ ლუკასთვის ფული, რადგან მას ძალიან ჭირდება ეს რომ გამოჯანმრთელდეს და ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენთვის ერთი ლარიც კი ძალიან გადამწყვეტია, რომ გადავარჩინოთ ლუკას სიცოცხლე. მე დავინახე ჩემი მოსწავლეების ჩამქრალი თვალები, უიმედო ბავშვები, უიმედოდ შევცქეროდით ერთმანეთს. აბა სად მიგაქვს ლუკა ეგ თქმილეული, ვისთან მიგაქვს? შეთვის მიგაქვს? ჩამოუარა ხალხ ნუ ამდენ ბავშვებს და ვისთვის მიგაქვს? უღური ამას. არა, ყველა შენ უნდა შეჭამო? ნიკა უნდა მეწვი. შენ უნდა შეჭამო ყველა? როდესაც გაბრაზებული შევდიოდი კლასში რაღაცა თემასთან დაკავშირებით და მოვუწოდებდი ბავშვებს წესრიგისკენ, ამ დროს ძალიან ბუნებრივად იტყოდა იუმორისტულად, რომ მეც კი გადამიყვანდა თავის ჭკუაზე და გაგვამხიარულებდა მთელ კლასს. ეს მართლა გვაკლია. ვინც ახლა შემოგვიერთდით, იცოდეთ რომ ტელეკომპანია პირველის ეთერში არის მარათონი. მარათონი 15 წლის ლუკას გადასარჩენად, რომელიც უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა დაახლოებით 2 თვის წინ და ის ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს. მე ახლა და ყოველ ჯერზე, როდესაც ამის შესაძლებლობა და შანსი მექნება, მოგმართავთ თხოვნით, რომ დღეს იყოს ის დღე, როგორიც იყო ყველა მარათონი, როდესაც ჩვენ ვერთიანდებოდით ერთი კონკრეტული გმირის წინაშე და ირგვლივ და ვერთიანდებოდით მისი სიცოცხლის გადასარჩენად და მე ამ დროს ვამბობდი ყოველ ჯერზე, რომ მნიშვნელობა არ ქონდა ჩვენს მოსაზრებებს ემთხოვოდა თუ არა, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო არის და იქნება, რომ ჩვენ შევთანხმებული იყავით ერთ რამეზე, რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის მთავარი, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და თქვენ დღეს და ყოველ მარათონზე, რომელსაც მე ვაკეთებდი, გეძლებოდეთ შესაძლებლობა, რომ 5 ლარით, 3 ლარით, 10 ლარით, 1 ლარით მიგეღოთ მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში და მეორე დღეს იღვიძებდით და გახსენდებოდეთ, რომ წინა დღით ყავდა ადამიანი გადარჩენილი. და ამაში თქვენ გქონდა წვლილი შეტანილი. ეს არის უმაგრესი ემოცია, რომელსაც ყოველ ჯერზე მარათონის დღეს ვიღებდით და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამჯერად მიუხედავად იმისა, რომ ფონდი აღარ გქონდა, უпростоოდ მოგვეძიებინა ლუკას ოჯახის წევრების ანგარიში. ტექნიკურად აგვეწყო ამაზე, იმიტომ რომ თქვენ ახლა ხედავთ ლუკას ოჯახის წევრების ანგარიშის ნომრებს, ტექნიკურად ავწყობილიყავით ამ ახალ სისტემაზე, რომელიც ჩვენთვის სიახლეა, ექსპერიმენტია, მაგრამ ნებისმიერი ექსპერიმენტი და სიახლე ღირს იმის ფასად, რომ ჩვენ დღის ბოლოს ერთმანეთს უთხრეთ, რომ დღესაც მოვახერხეთ კიდევ ერთი ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება და მე ვარ დარწმუნებული, რომ ასე მოხდება დღეს, იმიტომ რომ არც ერთ ჯერზე, როდესაც მე თქვენთვის მithოვია, რომ ვიღაცის სიცოცხლე გადაგვერჩინა, არც ერთ ჯერზე არ მომხდარა ისე, რომ თქვენ ეს არ გაგეკეთებინა და მე ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი დღე იქნება ის, როდესაც გადაცემის მეორე ნაწილში ლუკას დედა ჩაგვერთვება და შეჯამება იქნება, ის იტირებს ძალიან ბევრს. ოღონდ ეს იქნება ბედნიერების შეგრძნება, ბედნიერების ცრემლები და ის თქვენ გეტყვით უღრმეს მადლობას იმისთვის, რომ მისი შვილის გადაარჩინეთ ისე, როგორც გადაარჩინეთ სხვების შვილები. და ხა რაც შეეხება ლუკას ძმას ანდრიას, რომელიც 10 წლისაა, მაშინ როდესაც ოჯახმა გაიგო, რომ ლუკა აუცილებლად უნდა წაეყვანათ თურქეთში, იმიტომ რომ ლუკას მამა ემიგრაციაში ცხოვრობს და ლუკას დედა მასთან ერთად უნდა წასულიყო, მოკლედ 10 წლის ანდრია რჩებოდა მარტო. და დედა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მეგობართან დაეტოვებინა და მოკლედ ასეთ დროს ყოველ ჯერს, როდესაც სიუჟეტებს ვუყურებ, ვამბობ ხოლმე, რომ ერთია გადასარჩენი გმირი, მაგრამ მეორეა მისი ოჯახის წევრი, მისი ძმა, მისი და, მისი დედმამიშვილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო პატარა იყოს და ამ ამბით შეიძლება ისიც არანაკლები ჩაგრებოდეს. მოკლედ ანდრია გავიცნოთ ლუკას ძმა. მეძინა და დიდი კოტირო და ნედა ლუკა გადარჩესო და მე გამიხვიძა მეთქი ეს იყო სიზმარი. კარგი ყოფილა ჩაკეტილი. ლუკას გადაუკეტია და ვერ გავიქე და მე რო გავახეხო დიდი კოტირო და უთხარი რა ხდება თქო და ლუკა მოყვა ავარიაში. და
ის ვიფიქრე, რომ ლუკა ამ ტკივილს გაუძლებდა. ზოგადად უყვარს ცურვა და ამ ცურის მე ვიცოდი, რომ გაუძლებდა, იმიტომ რომ ზოგადად ლუკა მე ვთვლი, რომ ლუკა არის პროფესიონალი ცურავი. და ძლიერი ორგანიზმი. დიახ. რო წავიდნენ და მითხრა დედიკო, რომ თურქეთში მოწავიდე და შევერწაკ იყვანო, ტილი დავიწყე. იმიტომ რომ ლუკას არაფერი არ დამართავდა ისეთი, რომ ანუ სიცოცხლისთვის დამაზიანებელი რამე ეგეთ რანვან რამე ეგეთი. დავდიოდი სკოლაში და რა ჩემილო დედიკოსთვის გასახარებელი ამ ბავშვს ვაკეთებდი. რომ დედიკო გამეხარებინა და ჩემი ძმა და ბებია. ხამე რომ წებოდი ხოლმე რომ მინდოდა დედიკო ყოფილიყო ჩემს წინ და ჩამხოდებოდა. და მე დედიკომ დაუთხარი როდი ჩამოდი ხარ თქო და არ ვიციო. და მე ვთხარი მაშინ კაი აღარ გაგაცდენ იმიტომ სასტუმროში იქნები ახლა შენ თქვა და კაიო. და რო გავთიშ და მე ხოთი წოთის მერე ანდრია ჩამოიტანე გასახები თქვა და მე ვერ გავიგე ეს დედიკო იყო თუ ვიღაცა სხვა და რო ვთხარი რომ მიხარ თქო მითხრა დედა შენი ვარო და მე ვთხარი მართლა დედა ჩემი ხარ თქო მე გადავები თქო და რომ მითხრა რომ არა დედა შენი ვარო მე დავიჯერო რომ ჩამოსული იყო. პირველად რო შევხვდი ვთხარი ლუკა რამე ხომ არ ტკიო და დაწოლის დროს იმიტომ რომ ზოგადად ლუკას ძალიან დიდხანს არ ყვარს სწავლა და ვთხარი ამდენად აიტანე ეს სწავლა თქო და მითხრა კარგად რადგან შენს მეგობარს და შენ გეხმიანებოდით შენ ამ ტკივილს გაუძლებ მაგას ეჭვიც არ მიპარება თქო. ვით ახლა შემოგვიერთით, იცოდეთ რომ ახლა ტელეკომპანია პირველის ეთერში არის მარათონი. მარათონი 15 წლის ლუკასთვის, მისი სიცოცხლისთვის და მისი დაბრუნებისთვის ამ სამყაროში, იმიტომ რომ ბევრი პრობლემები აქვს და იმიტომ რომ აუცილებელია ახლა ჩვენი ერთობა. იმიტომ რომ აუცილებელია რომ ახლა ვიმოქმედოთ ისე როგორც ყოველდღე ვიმოქმედებდეთ და იმიტომ რომ აუცილებელია რომ ხვალ დილით გაიღვიძოთ და გაგახსენდეთ რომ თქვენმა წვლილმა და მნიშვნელობა არ აქვს ეს წვლილი შეტანილი 1 ლარია თუ 5 ლარი თქვენს მიერ შეტანილმა წვლილმა სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ეს არის სრული ექსპერიმენტი. იმიტომ რომ ფონდის არარსებობის პირობებში ამას ვაკეთებ ტექნიკურად ცოტა სხვაგვარად თქვენ ხედავთ რომ ბენეფიციარის ოჯახის წევრის ანგარიშია მითითებული ჩვენ ამ ანგარიშის ნომრებზე გვაქვს წვდომა მე ჩვენ ახლა უკვე რამდენიმე წუთში განახებთ რამდენია ჩარიცხული ანგარიშზე და ასევე მინდა გთხოვოთ რომ მე მომივიდა ახლა მესიჯები მომივიდა 3 მესიჯი 3 ჩარიცხვის მესიჯი რომ თქვენ ეთერშიც ხედავთ ახლოს არ მინდა მოვიტანოთ რომ პირადი ინფორმაციაა რომ 10 ლარი 5 ლარი და 5 ლარი ჩარიცხეთ ნანუკას ფონდზე გთხოვთ რომ ნანუკას ფონდზე არ ჩარიცხოთ ნანუკას ფონდზე ჩარიცხული ფული ლუკამდე ვერ მივა მე გთხოვთ რომ ჩარიცხოთ იმ ანგარიშის ნომრებზე რომელიც არის მითითებული ეკრანზე და ეს არ არის ნანუკას ფონდის ანგარიში ეს არის ლუკას ოჯახის წევრის ანგარიში რომელზეც რამდენიმე წუთში ჩვენ გვექნება წვდომა და უკვე პირდაპირ ეთერში თქვენი თვალით ნახავთ რამდენია ანგარიშზე თანხა და მე უნდა მოგიყვეთ ლუკას ოჯახს და ლუკა 15 წლის არის ის ოცნებობდა რომ გახდებოდა ფეხბურთელი მანამდე ვიდრე უმძიმეს ავტო საგზაო შემთხვევაში მოხდებოდა ის ოცნებობდა რომ გახდებოდა ფეხბურთელი და დედას ეუბნებოდა რომ ოქროს საყურებსაც კი უყიდიდა თუმცა მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ახლა მთავარია ლუკას სიცოცხლე და შეიძლება რომ სხვა ოცნებებიც მოვიძიოთ შემდეგ და სხვა ოცნებებით შევუსრულოთ დედას სურვილები მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეგრძნებები რომელიც მას უნდა დაუბრუნდეს და მეტნაკლებად სრულფასოვანი ცხოვრება რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ ლუკამ ინტეგრირება ამ სამყაროში ჩვენთან ამ საზოგადოებაში გააგრძელოს სრულფასოვნად. ლუკას ოჯახში ბევრი ემიგრანტია. მისი ერთ-ერთი ბებია ემიგრაციაშია, მისი მამა ემიგრაციაშია და მისი ემიგრანტი ბებო, რომელიც არის მისი დედის დედა, ემიგრაციიდან დაბრუნდა, რომ მის შვილს დახმარებოდა ამ ძალიან რთულ და მძიმე დღეებში. ელი მომიჭირე. ზოგი დავალომბარდეთ, ზოგი გავყიდეთ. ზოგი როგორ. ეხა ბავშვი სიცოცხლე შეეხება. აი ქუჩაში დადგომაც რომ მომიწიოს კოლგით და იქ ცხოვრება, ამაზეც უარს არ ვიტყვი. დილით 11 საათი იქნებოდა, როცა Facebook-ზე შევედი და ვერ მივხვდი რა ხდებოდა. პირველი ვისაც მიწერე იყო ლუკა.
ბებო დილა მშვიდობის როგორ ახართ? რა ხდება? ხო მშვიდობა ბინაში. რაღაც ძალიან ცუდი პოსტი ვნახე თქო. არავინ არ პასუხო დილა ჩვენით ზოგადად ესე იწყება ყოველი დილა მე რაც ემიგრანტი ვარ. ბებო რაშვები როგორ ახარ ბედნიერ დღეს გისურვ. გადის რამოდენიმე წუთი და ჩემი შვილიშვილის ნათლია მირეკავს ტელეფონზე. ნონაო ძალიან გთხოვე ხო თავი შეიკავეო ერთი რაღაცა უნდა გითხრაო ბავშვებიო ავარიაში მოხდნენო. ხო და ლუკასაც აქვსო დაზიანებებიო ხა ეს სულ უკად მითხრა. მეთქი ცოცხალია თქო და კიო ნუ გეშინია ცოცხალიაო მაგრამ თეონასო ჩემს შვილზე მითხრა თეონას ხო იცი როგორ ძალიან ჭირდები ეხლაო. ყველანი ჩავცვინდით სადღაც უფსკროლში. ავედი ზებით რეამინაციაში ამიყვანეს. ბავშვი საერთოდ ვერ ვიცანი. ხელი მომიჭირე. ბებო შემოგევლე მიცანი თქო და ბავშვი გაშტერებული თვალებით მიყურებდა და საერთოდ რეაგირება არ ქონდა. ნუ გეშინია ბებო ყველაფერი კარგად იქნება მეთქი. ხელებზე ვეფერებოდი ხელის თითებზე და თითქოს ძალა გამოცლილი იყო. ძალიან მიზანდასახული ბავშვი იყო. ჯერა რომ ის ისევ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა. მარტოც რომ არის ოთახში არ მინდა რომ მარტო დავტოვა, ის სულ მინდა იქ რომ ვიყვე, რომ მასთან ახლოს. რაც შეიძლება ხანდისხან მომჩნევს, ბებო, გადი, გაიარეო. არა, ბებო, მე კარგათავ, როცა შენთანა ვარ, არ მჭირდება გავლა, თქვა, ამ დროს კი მინდა და რაღაცნაირად დასტრესილი ვარ ამ ყველაფერს, რასაც ხედავ, მაგრამ რატომღაც მაინც ლუკასთან მირჩევნია. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ეს მარათონია 15 წლის ლუკასთვის. ლუკა, რომელიც უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა და ლუკა, რომელიც იბრძვის სიცოცხლისთვის. ლუკას ბებიის გარდა, ლუკას მეგობრები მას ძალიან გულშემატკივრობენ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ქუთაისში ახლა ისინი შედან ტელეეკრანთან უყურებენ ამ ეთერს და ელოდებიან იმ ერთ წუთს, როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ ფული შეგროვება მოვახერხეთ, იმ ერთ წუთს, როდესაც ვიტყვით, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთობა ერთი ადამიანის სიცოცხლის ირგვლივ. და მე მინდა რომ გავიმეოროთ ჩვენი მისი მეგობრების მიმართვა. როგორც არასდროს სჭირდება მას ჩვენი დახმარება, მთელი საქართველოს დახმარება. გეხოცებთ. გთხოვთ დაგვეხმაროთ, ეს ჩვენთვის გადამწყვეტია. ძალიან გთხოვთ გადაგვიჩნეთ ჩვენი მეგობარი. დაეხმარეთ ლუკას. ლუკას დავეხმაროთ იმ საქმიანობის გაგრძელებაში, რაც უნდა რომ ეთამაშა ფეხბურთი და დიდი ფეხბურთელი გამოსულიყო. ლაგუ შელვალი იქნება მისი ჯანმრთელობისათვის. გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ. გთხოვთ ჩავირიცხოთ ლუკასთვის ფული, რადგან მას ძალიან ჭირდება ეს რომ გამოჯანმრთელდეს და ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენთვის ერთი ლარიც კი ძალიან გადამწყვეტია, რომ გადავარჩინოთ ლუკას სიცოცხლე. მე დავინახე ჩემი მოსწავლეების ჩამქრალი თვალები, უიმედო ბავშვები, უიმედოდ შევცქეროდით ერთმანეთს. აბა სად მიგაქვს ლუკა გთქმილეული, ვისთან მიგაქვს? შენთვის მიგაქვს? ჩამოუარა ხახ ნუ ამდენ ბავშვებს და ვისთვის მიგაქვს? უღური ამას. არა, ყველა შენ უნდა შეჭამო? ლიგაო დამეწვი. შენ უნდა შეჭამო ყველა? როდესაც გაბრაზებული შევდიოდი კლასში რაღაცა თემასთან დაკავშირებით და მოვუწოდებდი ბავშვებს წესრიგისკენ, ამ დროს ძალიან ბუნებრივად იტყოდა იუმორისტულად, რომ მეც კი გადამიყვანდა თავის ჭკუაზე და გაგვამხიარულებდა მთელ კლასს. ეს მართლა გვაკლია. მე ძალიან მიყვარს ეს გადაცემა, მარათონი ძალიან მიყვარს და მე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ძალიან გიყვართ მარათონი, იმიტომ რომ ეს არის შანსი. შანსი არა მარტო იმ ადამიანისთვის, ვისი სიცოცხლისთვისაც ვიბრძვით, არამედ შანსი ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. შანსი იმისა, რომ გავაკეთოთ რაღაც ძალიან მაგარი და ძალიან, ანუ გავაკეთოთ რაღაც დიდებული. და დილით გავიღვიძოთ იმ შეგრძნებით, რომ ჩვენი წინა დღე იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მე მგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში არაფერი არ არის. და ის განცდა, რომელიც თითოეულ თქვენგან სულ გექნებათ, რომ თითოეულმა თქვენგანმა მოახერხა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა
და ამ მნიშვნელობა არ ქონდა წვლილის რაოდენობას, რომელიც ამაში შეიტანეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება რომ ჩვენ გაგვაჩნდეს და მე კიდევ ერთხელ 100-ჯერ და 100.000 ჯერ გეტყვით. რამდენი ადამიანის ამ გადაცემას გადაურჩენია, თითოეული თქვენ ის ადამიანი, თითოეული გადარჩენილი ბავშვი, თითოეული გადარჩენილი ბენეფიციარი და არა მხოლოდ ბავშვი. თქვენს მიერ გადარჩენილია, იმიტომ რომ თქვენ რომ თანხებს არ რისხავდეთ იმ ანგარიშზე, რომელიც არის მითითებული, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერასოდეს შეჯამების დროს დედის აბედნიერების განაცრემლებულ თვალებს ვერ დავინახავდით, როდესაც დედები გვეუბნებიან მადლობას იმისთვის, რომ მათი შვილები გადავარჩინეთ. ეს წუთი არასოდეს არ დადგებოდა, რომ არ იყოთ თქვენ, თითოეული თქვენგანი თქვენი ინიციატივით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფორმატში ისევ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სხვის სიცოცხლე გადაარჩინოთ და ის ჯერ ვისაც არ ვიცი, ვინც ახლა შემოგვერთით და აქამდე არ გინახავთ, მანამდე ვიდრე პირდაპირ ჩართვა მექნება დედასთან და არა მხოლოდ დედასთან. მე მინდა რომ გავიმეორეთ ერთი სიუჟეტი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ წარდგენას, იმიტომ რომ მე მართლა ასე მგონია, რომ იმის გარდა რომ სტრესში არიან გადასარჩენი ბავშვები და იმის გარდა რომ ისინი იბრძვიან სიცოცხლისთვის, მათი პატარა დედმამიშვილები არანაკლებ სტრესს გადიან, მაშინ როდესაც მას მშობლები ტოვებენ, მიდიან შორეულ ქვეყანაში, მათ უწევთ უცხო ადამიანებთან ცხოვრება, იგებენ ნაკლებ ინფორმაციას საკუთარ დედმამიშვილებზე, განიცდიან 100-ჯერ მეც, იმიტომ რომ ვერ გამოხატავენ და ამჯერად მე მინდა რომ გაგაცნოთ ანდრია, 10 წლის ანდრია, რომელიც არის ჩვენი დღევანდელი გმირისმა. მეცინა და დედი კოტირო და ნეტა ლუკა გადარჩესო და მე გამიხვეწა მეთქი ეს იყო სიზმარი. კარგი ყოფილა ჩაკეტილი. ლუკას გადაუკეტია და ვერ გავიქე და მე რო გავახეხო დედი კოტირო და უთხარი რა ხდება თქო და ლუკა მოყვა ავარიაში. და ის ვიფიქრო რომ ლუკა ამ ტკივილს გაუძლებდა. ზოგადად უყვარს ცურვა და ამ ცურის მერე ვიცოდი რომ გაუძლებდა, იმიტომ რომ ზოგადად ლუკა მე ვთვლი რომ ლუკა არის პროფესიონალი ცურავი. და ძლიერი ორგანიზმი. დიახ. რო წავიდნენ და მითხრა დედი კონონ თურქეთში მოწავიდე და შემარცა გიყვანო ტილი დავიწყე. იმიტომ რომ ლუკას არაფერი არ დამართავდა ისეთი, რომ ანუ სიცოცხლისთვის დამაზიანებელი რამე რამე ეგეთი. დავდიოდი სკოლაში და რაც შემილო დედიკოსთვის გასახარებელ ამ ბავშვს ვაკეთებდი. რომ დედიკო გამეხარებინა და ჩემი ძმა და ბებია. ხამე რომ წებოდი ხოლმე, რომ მინდოდა დედიკო ყოფილიყო ჩემს წინ და ჩამხოდებოდა. და მე გადადიკომ და უთხარი როდი ჩამოდიხარ თქო და არ ვიციო და მე უთხარი მაშინ კაი აღარ გაგაცდენ იმიტომ სასტუმრო შექნი ახლა შენ თქო და კაიო და რო გავთიშ და მე რეკახოთი წოთის მერე ანდრია ჩამოიტანე გასახები თქო და მე ვერ გავიგე ეს დედიკო იყო თუ ვიღაცა სხვა და რო უთხარი რომ მიხარ თქო მითხრა დედა შენი ვარო და მე უთხარი მართლა დედა ჩემი ხარ თქო მე გადავები თქო და რომ მითხრა რომ არა დედა შენი ვარო მე დავიჯერო როგორ ჩამოსული იყო. პირველად რო შეხვდი, უთხარი ლუკა რამე ხომ არ ტკიო და დაწოლის დროს, იმიტომ რომ ზოგადად ლუკას ძალიან დიდხანს არ ყვარს სწავლა. და უთხარი ამდენად აიტანა ეს სწავლა თქო და მითხრა, კარგად რადგან შენს მეგობარს და შენ გეხმიანებოდით. შენ ამ ტკივილს გაუძლებ მაგაში ეჭვიც არ მეპარება თქო. ვინც ახლა შემოგვერთით დღეს მარათონია 15 წლის ლუკას ირგვლივ. ვერთიანდებით ყველა თითოეული ჩვენგანი ლუკას დედა თეონა დევაძე ახლა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა ობიექტური მიზეზების გამო და ესახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თეონა, მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგესალმებით, ქალბატონო ანუკა. როგორ ახართ? მადლობ, კარგად. მე უნდა წავიკითხო თქვენი წერილი, რომელიც მომწერეთ ცოტა ხნის წინ. ქალბატონო ნანუკა, წერთ გამწარებული დედა 15 წლის შვილის გადასარჩენად ქუთაისში მომხდარი ავარიის შესახებ შეიძლება იცოდეთ კიდეც. სასწაულებრივად გადამირჩა შვილი 18
სიცოცხლისთვის შეუსაბამო 18 სიცოცხლისთვის შეუსაბამო მოტეხილობა აქვს შაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. ახლა თურქეთში ვიმყოფებით, არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია. გთხოვთ და გემუდარებით, თქვენს იქით გზა აღარ გვაქვს. ვიცი თქვენი ფონდის დაყადაღების შესახებ, მაგრამ გთხოვთ გემუდარებით, განათავსეთ თქვენს გვერდზე პოსტი, დიდი აუდიტორია ყავთ და გადამირჩინეთ შვილი. გევედრებით, არც დაფინანსებაზე გვაქვს პასუხი, არც არაფერი, გემუდარებით დაგვიდექით გვერდში. არ გაწიროთ, ჩემი 15 წლის ბიჭი. წინ რამდენიმე ოპერაცია გვაქვს, ვებრძვით ბაქტერიას, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, იმ ხელად თანხებს ეხება, რომ გვერდში დგომა გვჭირდება. ეს მომწერეთ მაშინ, როდესაც მე სტატუსი დავდე თქვენი. ახლა როგორია თქვენი მდგომარეობა? ეხლა მდგომარეობა ესეთია, რომ ლუკას ისევ აქვს ბაქტერია, რის გამოც მკურნალობის კურსი შეგვეცვალა და სამწუხაროდ ფინანსების არ ქონის გამო მოგვიწია საქართველოში წამოსვლა და სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. ოდიშით ლუკას ძალიან ჭირდება თქვენი დახმარება. ლუკა საწოლშია, არ შეუძლია ფეხზე დგომა, აქვს კიდევ ერთი ოპერაცია გასაკეთებელი, თუმცა ჯერ ვებრძვით ბაქტერიას, ინფექციას, როგორც სulis, ასევე ჭრილობის. ძალიან მნიშვნელოვანია ლუკასთვის გვერდში დგომა, რომ ლუკამ ფეხზე დგომა შეძლოს. მისი ფეხით გაიაროს და მისი საყვარელი საქმიანობა გააგრძელოს. ამისთვის თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთში კლინიკის დროს რა ფინანსური რესურსი გჭირდებოდათ, რომ დარჩენილიყავით და კლინიკიდან არ წამოსულიყავით? ნახეთ, როცა ის $45,000 გადავიხადეთ 20 დღის მანძილზე, რაც კლინიკამ ძალიან დაგვეხმარა. ეს იყო 10 დღის კურსი, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში შევიდა და კურსი 20 დღემდე ჩაგვითვალა. მე-20 დღეს გითხრა, რომ ფიზიკურად კლინიკას აღარ შეეძლო მისი სახსრებით ლუკას მკურნალობა და დღეზე იყო $1,200 გადასახდელი. შემდეგ შევიდნენ ისევ ჩვენს მდგომარეობაში და $1,000-ზე ჩამოვიდნენ, თუმცა ჩვენ ამის გადახდაც ვერ შევძელით, რადგანაც ეს იყო 3 კვირის კურსი და 3 კვირის კურსზე დღეში $1,000 ძალიან დიდ ხარჯებთან გადიოდა. ისი შესაძლებლობაც ჩვენ ფიზიკურად არანაირი კუთხიდან აღარ გქონდა. ამიტომ იძულებულები გავხდით, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში და სახლის პირობებში ლუკასთვის ის მკურნალობა გაგვეგრძელებინა, რაც ლუკას ფეხზე დადგომაში ჭირდება. თეონა, ჩემ და სამწუხაროდ უნდა გაგახსენოთ ის დღე, როდესაც გაიარეთ იმ სტრესში, როდესაც მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვილი ავტოსაგზაო შემთხვევაში, არ ვიცი, ავარიაში მოყვა და იბრძოდით სიცოცხლისთვის. აი, მე არ დაგისვამძებ მე შეკითხვებს, იმიტომ რომ მე ვიცი თქვენთვის ეს რა პრობლემური თემაა, მაგრამ ის რისი მოყოლად შეგიძლიათ რა გზა გაიარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი ემოციურად და მეორე ფინანსურად. მაქსიმალურად მოვიკრებ ძალას და რაც შემეძლება მოგიყვებით. 12 სექტემბრის ღამე იყო, გამთენია იყო 7 საათიც არ, როცა მირეკავს ტელეფონი და მეუბნება, რომ ქალბატონი თეონა ბრძანდებით, დიახ, მეთქი გისმენთ. აი, რაღაცნაირად უცებ შემეშინდა თითქოს, იმიტომ რომ ესე დილით ადრე არავის არ ველოდებოდი. მე პოლიციის თანამშრომელი ვარო, უცებ დავიბენი, ვერ გავიგე რა უნდოდა და მეუბნება, რომ თქვენი შვილი სად არისო. მეთქი რომელი შვილი, ვის მეკითხები, ანუ ვერც მივხვდი, მეძინა. აი ლუკა კირკიტაძეო. მეთქი სახლშია ძინავს თქო. დარწმუნებული ხართო, ბავშვები ავარიაში მოყნენო და აუცილებლადო კლინიკაში უნდა მოხვიდეთო. ვერ გავიგე რა უნდა მექნა. ეს საშინელი ტრავმა. უცებ ავდექი. უმკიცებ პატრულის თანამშრომელს, რომ ბავშვი საწოლში იყო და ეძინა. თუმცა საწოლის სპანის კარები რომ გავაყედა, საწოლი ცარიელი დავინახე. მე არ მახსოვს არაფერი. რო დავწმუნდი, რომ ჩემი შვილი სახლში არ იყო, მე დავიჭერე რამდენად რეალობასთან მქონდა საქმე. მეგობარს დაურეკე, მეთქი საავადმყოფოში წამიყვანე
გივარის ლუკას ნათლია. მეთქი ესე და ესე არ ვიცი, ჩემ თავს რა ხდება თქო. მივედი საავადმყოფოში. ზოგი აი მესმის რაღაცა გაურჭოფებული ხმები. ზოგი იძახის, რომ აუცილებლად გადარჩება. ზოგი იძახის, რომ აი დედაში ამსადეთ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ კრიტიკული სიტუაცია აქვს ლუკას. ეს იყო საშინელი მოსასმენი. საშინელი გასაგები ჩემთვის არ ვიცოდი რომელი ყურისთვის დამეჯერებინა, ანუ მეგონა რომ თითქოს რაღაცა მელანდებოდა, რაღაცა ცუდ კოშმარში ვიყავი. ნუ მერე როცა რეალობაზე თვალის გასწორება მომიწია, რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს იყო, არ ვიცი, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ეს არასოდეს ეს ემოციები არასოდეს ორგანიზმიდან არ გამომივა. რო წარმოვიდგინე ჩემს შვილს, რამდენი ტრავმა ჰქონდა, როგორ ებრძოდა სიცოცხლეს და მე გარეთ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მხოლოდ ვიყავი ბედის ტყმეთის ანაბარა. მხოლოდ იმას ვიღვარწებოდი, რომ უფალს არ გავიმწარებინე. ჩემი შვილი ცოცხალი დამენახა. თეონა, რამდენი ხანი იყო კრიზისი? რამდენი ხანი იყო ეს გაურკვევლობა ჭიდილი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის? ეს იყო 10 დღე, რომელიც ქალბატონო ნანუკა გაგრძელდა ალბათ საუკუნეთ. მაგრამ მახსოვს ის მომენტიც, როდესაც 12 ანუ 22-ში, 23-ში მორბის გარეთ ექთანი უნდა მოგილოცო შინმაშვიდმა თვალები გაახილაო. ისე დავიბენი ვერ გავიგე, ანუ რამდენად მამშვიდებდა ეს ქალბატონი თუ ანუ რეალურად ესეც ჩემ თავს ხდებოდა. აი ძალიან გაურჭოფებული ისევ უცებ ჩავეხუტე. მეთქი მართალია, ნამდვილად ძალიან ვთქვით, მეთქი ჩემი შვილის სანახავად ამიყვანეთ. ეს იყო წამიერი შეღვიძება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ლუკას უამრავი მოტეხილება ჰქონდა და ფიზიკურად ლუკას ესე უცებ გაღვიძება არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან ტკივილებიდან ექნებოდა შოკი. უბრალოდ ეს წამიერი შეღვიძება ის რომ მოახერხა და თვალი გაახილა. ეს იყო წარმოუდგენელი რა. აი ვიწამე რომ ჩემი შვილი მეორე დაიბადა. ეს არის ემოციური ნაწილი და მეორეა, როდესაც ფაქტის წინაშე დგები, რომ შვილის გადასარჩენად გჭირდება ფული. და შენ ხარ იმი ოჯა, ანუ თქვენთან ყველა ემიგრანტია, დედა ემიგრანტი, დედა მთელი ემიგრანტი, თქვენი ქმარი ემიგრანტი, თქვენ შრომობთ ძალიან ბევრს იმისთვის, რომ შვილებისთვის მოახერხოთ უზრუნველყოფა ელემენტარულ რაღაცების და თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელსაც სახლში რაღაც გადადებული გაქვთ ამ ბანკში, რაღაც დანაზოგი იმხელა, რომ ამ დროს თქვენთვის საიმედო თანხა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ხო, აი რა გზა ჯერეთ მაინტერესებს, როდესაც მიხვდით, რომ შვილის გადასარჩენად სულ ამბობ ამას ყველა მარათონის დროს, რომ სისასტიკე არა, როდესაც შვილი გიკვდება და ამ დროს გეუნებიან, რომ ფულზეა დამოკიდებული მისი ყოფნა არ ყოფნა, ან ოჯახის წევრი ნებისმიერ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ამაზე სასტიკი განაჩენი იშვიათად არ ვიცი, წარმომიდგენია რამე. აი, როდესაც მიხვდით, რომ აუცილებლად ფინანსური რესურსი იყო საჭირო თქვენი შვილის სიცოცხლისთვის, აი რა გზები გაიარეთ, რა იყო პირველი რეაქცია და მერე რა გზები გაიარეთ? ანუ იყო ის, რომ ერთი წამით რაღაცნაირად მქონდა ის მომენტი ჩართული, რომ აი ჩემი შვილი უნდა გადამერჩინა, თუმცა იმ მომენტში არ ვფიქრობდი ფინანსებზე, აი მხოლოდ ვფიქრობდი, რომ წამეყვანა, ოღონდ ეს საიდან გამომდინარე ვლაპარაკობდი, არ ვიცი, აი არ მინდოდა გონებაში დამეშვა ის, რომ აი ლუკას გადარჩენა თანხაზე იყო დამოკიდებული. მინდა ვთქვა, რომ მართლა მთელი ქვეყანა, მთელი სანათესაო, მთელი სამეგობრო ყველა გვერდით დაგვიდგა, თეო ნუგეშინია, ჩვენ აქ ვართ, ლუკას აუცილებლად გადავარჩენთ. მოიძიე ექიმები, ჩვენ შენს გვერდში ვართ, რასაც შევძლებთ, აი მართლა ძალიან დიდი, აი მთელმა ამ საქართველოს მარტო არა, აი მთელმა მსოფლიომ, რაც შეეძლო. ყველანაირად გვერდით დაგვიდგა.
ბანკშიდაც კრედიტი გამოვიტანეთ. შევაგროვეთ ის წინა საოპერაციო თანხა, რომ აი ჩემი შვილი კლინიკამდე შესულიყო, რომ აი მე მქონდა უკვე ხალხის დახმარების იმედი, რომ ნათესაობის დახმარების იმედი, რომ ჩემ შვილს არ გაწირავდნენ. შევაგროვეთ $25,000, უჭირდებოდა $45,000, რომ ეს ოპერაციები ჩატარებულიყო, თუმცა შეგვიშალა ხელი ბაქტერიამ და სრულად ვერ მივიყვანეთ, ჩვენ ერთი ოპერაცია კიდევ დაგვრჩა. აი რაც კი შეიძლებოდა, ისევ კრედიტი შევატრიალეთ, რაღაცა ოქრო გქონდა, ეს დავალომბარდეთ, მეგობრები დაგვეხმარნენ, ნათესაობები დაგვეხმარნენ, ყველა გვერდში დაგვიდგა და რაღაც ის აი პირველი ნაპერწკალი ჩემი შვილის სიცოცხლისთვის, აი გაჩნდა აქედან, რომ მივედით ჩვენ თურქეთამდე და დავიწყეთ ის მკურნალობის კურსი, რაც ლუკას უკვე გადაუდებულად ჭირდებოდა და გადაუდებლადაც კი არა და უკვე დაგვიანებულიც კი იყო. განსაკუთრებით ხელის ოპერაცია, რომელიც იდაყვი ქონდა აი ურთულეს სიტუაციაში, საერთოდ ხელის იდაყვის ამოღებაზე იყო საუბარი და ხელის გაუქმებაზე. თუმცა მეგობრების, თქვენი დახმარებით, თქვენი პოსტების, იმ ცნობილი ადამიანების დახმარებით, აი გაგვიჩნდა ორივე დედას და შვილს იმის ნაპერწკალი, რომ ლუკა აუცილებლად კარგად იქნებოდა და გადარჩებოდა. ეს ჩემ შვილს ისევ ჭირდება ხალხის გვერდით დგომა, თუნდაც ერთი ლარით, რომ ლუკამ მისი ოცნება აიხდინოს, რაც გუშინ მითხრა, რომ დედა იქნებ მეორე სემესტრში, მაინც შევძლო, რომ სკოლაში ჩემი ფეხით წავიდეო. შვილიდან ესეთი რაღაცების მოსმენა ეს არის კოშმარი და საშინელება, თუმცა თქვენი დახმარებით, აი როცა გამომეხმაურეთ და მითხარით, აი თუ საჭირო გახდება, ჩვენ შენს გვერდში ვართ და მარათონსაც გავაკეთებთ, მე გითხარით, რომ არაფერზე გეტყოდი თუ არ თუ რაიმეს გაკეთება ლუკასთვის შეგეძლო. აი გამიჩნდა მაშინ კიდევ ერთი ნაპერწკალი იმისი, რომ დავრწმუნდი, რომ ამ მარათონის შემდეგ ლუკა აუცილებლად მის ოცნებას პირველს იმას, რომ ფეხზე დადგებოდა და მეორე იმას, რომ მის საყვარელ საქმიანობას, სპორტს და ცურვას გააგრძელებს. თეონა, მე თქვენ დროებით გემშვიდობებით, მაგრამ მანამდე ვიდრე დაგემშვიდობებით, მე თქვენ დაგიბრუნდებით, აუცილებლად უნდა გითხრათ ერთი რამ. აი თქვენ რომ იმედი გაქვთ ნანუკას ფონდის, ეს არის თითოეული მაყურებლის იმედი, რომელიც ჩვენ ახლა გვიყურებს. თითოეული იმ ადამიანის იმედი, რომელიც 5-1 და ეს თქვენი ანგარიშის, ანუ თქვენი ახლობლის ანგარიშის ნომერი, ეს მარიამი თქვენი ნათესავია. და მარიამის პირად თქვენი ბიძაშვილი დიახ და ჩვენ გვაქვს წვდომა მისი ანგარიშთან, ის ახლა აქ ზის ტელეკომპანია პირველის ეთერში, პირველი სტუდიაში, მეორე სართულზე, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდეს წვდომა ანგარიშის ნომრებზე და რას ვამბობ ახლა. თქვენ როდესაც ამ ჩარიცხვებს ნახავთ, მიხვდებით, რომ ხალხი რამდენს რიცხავს, ეს არის 1, 2, 5, 10 ლარი შეკრებილი თანხა. ეს არის, როდესაც ადამიანს, რომელიც 1 ლარს რიცხავს, ბევრი ანგარიში არ აქვს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ის მაყურებელი, რომელიც ახლა ტელეეკრანთან ზის და არა მხოლოდ ტელეეკრანთან, სოციალურ ქსელში. ეს არის ის ხალხი, რომელიც მანამდე თქვენ ტელევიზიების გარეშე დაგეხმარათ. ამ ქვეყანაში უკვე 1000 ჯერ ჩაბარდა ის ტესტი, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ. მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთმანეთს საერთოდ თელრიგ საკითხებში არ ვეთანხმებით, ჩვენ ერთ რამეზე შეთანხმება მივახციეთ, რომ როდესაც საკითხი დგება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, იქ არის აუცილებლად და უპირობოდ ერთობა. ეს ამ გადაცემის ეთერში არაერთხელ დამტკიცდა და მე ვარ 100% დარწმუნებული, რომ დღეს თქვენ მე გადაცემის მეორე ნაწილში გეტყვით, რომ ის თანხა, რომელიც თქვენ გჭირდებოდათ, შეგროვდა, იმიტომ რომ არასოდეს ქართულ მაყურებელს ჩვენთვის იმედები არ გაუცრუებია. არასოდეს, როდესაც ჩვენ მათთვის გვითხოვია, რომ თქვენ ახლა უნდა გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე, ირაზმებიან, რამდენიც არ უნდა გქონდეთ, როგორც არ უნდა უჭირდეთ თვითონ, ირაზმებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინონ და მე ვარ დარწმუნებული, რომ მეორე ბლოკში შეჯამების დროს თქვენ ამ ეთერში ტყვით უამრავ მადლობას, იმიტომ რომ ჩვენ რაც თხოვეთ ამ ხალხს, ისინი თქვენ ამ თანხას მოგაწოდებენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში დავბრუნდები და ახლა მე მინდა რომ ჩვენს პროდიუსერს ვთხოვო, გვაჩვენოს რამდენი ანგარიშსა. რამდენის მობილიზება მოვახერხეთ უკვე 40 წუთში. და
საქართველოს ბანკზე არის 26,334 ამ დროს ავტომატურად ვიწყებ ყვირილს, ეს არ არის ჩემ ბრალი და მე სუმაღიზიანებს ეს ჩემი ყვირილი, მაგრამ ეს არის ემოცია, რომელსაც სულ ესებუშებ. 26,334 ლარი და TBC-ზე 22,000 ვერ ხედავ 350 48,684 ლარი არის ანგარიშზე ხალხო 48,684 ლარი ანუ სულ რაღაც 6,300 ლარი დაგვრჩა იმისთვის რომ ჩვენ თქვათ რომ დღეს ჩვენი მისია შესრულდა სულ რაღაც 6,000 ლარი დაგვრჩა იმისთვის რომ თქვათ აი როგორ არ უნდა ვთქვა ამ დროს რომ თქვენ ხართ უნიკალური ხალხი როგორ არ უნდა თქვა გადაცემის დასრულებამდე დარჩა 10 წუთი და ჩვენ დაგვრჩა 6,000 ლარი შესაძლებელი და მე რომ ვამბობ რომ არ არსებობს ისეთი ხალხი როგორიც თქვენ ხართ როგორიც არის ამ გადაცემის მაყურებელი სოციალურ ქსელში ჩვენი მაყურებელი მე ამას ვამბობ ეს არის 100 ჯერ და 100,000 ჯერ დამტკიცებული რომ თქვენ აკეთებთ წარმოუდგენელს ყოველ ჯერზე და ყოველ ეთერზე მოკლედ დაგვრჩა შესაძლებელი 6,000 ლარი და მანამდე ვიდრე ამ თანხა შევაგროვებთ მე მინდა გაგაცნოთ ლუკას არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებსაც არც ერთი წუთით თავის მეგობარი ამ ხნის განმავლობაში ემოციით, სიყვარულის და გვერდით გომის გარეშე არ დაუტოვებიათ. მინდა საზოგადოებას მოგმართოთ, რომ დაგვეხმაროს ჩვენი მეგობრის გადარჩენაში. გინდა რა ხარ? მოხარ მაგრა? არა, ნუ რა შენ მონატრებაში აფერ ვიქნები. ანუ კაი იყო ხო თურქეთ? აი შეგერა შენ გამო. აფერ მებენათხები. ისევ იგივე ხარ თქო ვერ გეტყვი ახლა რა გჭირს სახეზე. პირველად სკოლაში რომ მივედით გეშინოდა სულ რომ რამე ცუდი ამბავი არ ეთქვა. ნიკი აგერა. სალამი ლუკა. კოკია. აგერეგი. სალამი სამ. აგერ კიდე. ყველა ვარ ვაფშე. თმები ქონა ძალიან დიდი და უყარდა სულ თმის მოლა, ანუ სავარცხელი ქონა სულ ჯიბეში. ვინმე სავარცხელი რო დაგჭირდა და ყველა ვეუბნებოდით ლუკას. ჯერ გძელდა და თავს ასე რო გადახდა სულ ივარცხნა. ხელი ქონდა ასე ქონდა სულ თმაში. ვიყვარხარ ძალიან ყველას და ყველა შეგვერდით ვართ. გაკვეთილებზე ბევრს მხიარულობს ხოვა და ბევრი ცელქოვა და ბევრი რამე მოგვსვლა ერთად და ძალიან ბედნიერი და მხიარულები ვიყავით სულ ერთად. და გელოდებით ყველა. ხვდები რომ მისთვის ეს ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი, თუმცა ძალიან ძლიერია. ეს გამოარჩევს ალბათ ყველასგან, რომ ძალიან ძლიერია. მალე მოვალ. აუცილებლად. რა თქმა უნდა, გელოდებით. ლუკა მეუნეოდა რომ სანამ სკოლაოდა ეს სკოლა დაიწყო ყოველდღე გამოგივლოდა ერთადო წავიდეთო ჩვენო სკოლაშიო და ერთად და ნუ რო აღარ გამომიარა და რაღაცა ძალიან ცუდად ვიგზავნე თავი რა ნუ სულ გამოდიოდა ჩემთან და სულ ერთად მივიდოდით სკოლაში. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს მარათონია 15 წლის ლუკას გადასარჩენა. ჩვენ ვაგროვებდით 55,000 ლარს და 50,000 ლარი. უკვე არის ანგარიშზე. 50,000 ლარი შეგროვება მოახერხეთ 40 წუთში. მეგობრებო, თქვენ თითოეულმა თქვენგან მაგააკეთა ეს, ვინც ახლა ტელეეკრანთან ხართ და ვინც მონაწილეობას იღებთ ამ მარათონში ანგარიშის ნომრები ლუკას ბიძაშვილის არის ეკრანზე. ჩვენ ყავს პირდაპირ ეთერში ბებო ნათლა ჩაკვეტაძე ემიგრაციაშია საბერძნეთიდან. ქალბატონო ნათლა, მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო ნამიკ. როგორ ხართ? რა ვიქნები ლუკაში ვხედ. მე ყოველთვის ასეთ ჯერზე ყოველთვის ვამბობ რომ რა შვებიან ბებიები, იმიტომ რომ ძალიან ემოციურები ხართ და ბებიები სხვანაირად განიცდიან ესეთ ამბებს და შორს ალბათ კიდევ უფრო 100 ჯერ მეტად განიცდით და რომ მოგვიყვათ თქვენი განცდების, თქვენი ემოციების შესახებ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, ნანუკა რა ვიცი რა ვქნა. დილით დამირეკანონამ და მე ჩემამძახალმა და მეუნება ლუკა მოხდა ავარიაშიო. ჯერ იმას ვფიქრობდი ცოცხალი თუ იყო. მე რო გადარჩა
Რამდენი ოპერაციები ჭირდება, რამდენად დატირთული რა ვიცი ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვართ. მოგვეხმარეთ გეხვეწებით ყველას. გემუდარებით რამენაირად გადამირჩინოთ ჩემი ლუკა და მიყენოთ ფეხზე. ძალიან გაჭირება გვაგზავნიათ საქართველოში ისედაც წამოსულები რო ვართ. ყველაფრად მდგომარეობაში რა ვიცი რა ვქნა. თქვენი იმედი მაქვს ნანუკა ძალიან. ხალხის იმედი, იმ ადამიანების იმედი, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ სხვების გადასარჩენად, ყოველთვის ირაზმებიან და ყოველთვის არ ზოგავენ უკანასკნელსაც კი, რომ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინონ. ქალბატონ ნათელა, მე იცით რა მაინტერესებს, რამდენი ხანი გქონდათ ეს რაღაცნაირი მთავარი სტრესი, როდესაც აი ჭიდილში იყავით? ძალიან დიდი ხანი. თითქმის კვირაზე მეტი რეანიმაციაში რომ იყო, ან იმას გადარჩენის მომენტი რო იყო, გადარჩებოდა, არ გადარჩებოდა. მე თურქეთში წავიდა და რა ვიცი, ძალიან ყოველთვის აი თემდე ძიმე მდგომარეობაში ვარ. ლუკას გადამიე ძალიან მიჭირს. თქვენ დიდი ხანია წასული ხართ ემიგრაციაში? მე 15 წელიწადი ვარ. აქანე საერთოდ ემიგრაციაში რო ვარ, მაგრამ აქანე რო ვარ 7 წელიწადია. და ამ შემთხვევაში თქვენი ოჯახისთვის, თქვენი შვილისთვის, იმიტომ რომ თქვენი შვილია ლუკას მამა, როგორც მე ვხვდები. კი. და ისიც ემიგრაციაშია? ისიც ემიგრაციაში, მეორე ბიჭი და რძალი კიდე ემიგრაციაში, სულ ყველა ემიგრაციაში ვარ, ნანუკა სულ ყველა. ისეთი გაჭირება საქართველოში არ შეიძლება სულ თქვათ. ძალიან. იცით რა მინდა რომ გითხოთ, აი თქვენი პირველი კომუნიკაცია შვილიშვილთან თუ გახსოვთ, როდესაც აი უკვე დაინახეთ, რომ გაძვრა მთავარ პრობლემას გაძვრა და გადარჩა. არ მახსოვს ნანუკა, იმიტომ არ მახსოვს, რომ მე გუშინ დაველაპარაკე პირველად, მე ისედაც წევიანი ქალი ვარ, არ შემეძლო ლუკას დანახვა, ისე მდგომარეობაში იყო. ძალიან მიჭირს, ძალიან მისი კიდე გუშინ ახლა ვილაპარაკეთ, ცოტა ხანს ველაპარაკა და უფრო ცოტა დავდები გული, რომ გამომძვალია ასე, რომ გადარჩენილი არის სამხედრო რა ოპერაციები. უნდა და მკურნალობა რა თქმა უნდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოდნავ მაინც დამშვიდდით გუშინდელი კომუნიკაციის შემდეგ. კი, ნანუკა, კი, რაღაც სიცოცხლეზე და იმაზე აღარ ლაპარაკი და იგი ახლა კი ჯანმრთელობა ძალიან კიდევ მეორე ბევრი ოპერაციები უნდა, ბევრი ის უნდა, მაგრამ მთავარია რომ ცოცხალი გადარჩა. გეთანხმებით, სრულად გეთანხმებით. იცით რა მინდა რომ გითხოთ ქალბატონ ნათელა? მე ყველას ვეკითხები ამას, ყველა ჩემი მარათონის გმირის ოჯახის წევრს. როდესაც ყველა ემიგრაციაში ხართ, ფინანსურად გიჭირთ და ამ დროს იგებთ, რომ თქვენი შვილიშვილის გადარჩენა სჭირდება ფული. აი თუ ფული გექნებათ გადარჩება, ანუ როდესაც საკითხი ცხოვრება დღის წესრიგში, საკითხს ესე გიყენებთ, რომ თქვენი შვილიშვილის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ფული. მე თქვენი როგორც ბებიის ფიქრები მაინტერესებს ახლა, აი ამ დროს ბებია რაზე იწყებს ფიქრს? აი თქვენი განცდები რა იყო, თქვენი ფიქრები რა იყო, აი ემოციურად რა გზა გაიარეთ? აი ეს იყო ჩემი ფიქრი, აი შვილებს და შვილიშვილებს გეფიცები პირველ რიგში იმას ვფიქრობდი, ნანუკას რომ მივწერო, მე ორჯერ ნანუკა თქვენ წერილი მოგწერეთ. ნანუკას რომ მივწერეთ, აი თქვენ სიკეთ მე იმას ვერ ვნახულობდი. მაინც თქვენი ყველაფრნაირად თქვენი იმედი მქონდა და ხალხის რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს მარათონი მაინც რო იმართება და მაინც იგი რამხელა რაღაცა, ხალხს კი უნდა დახმარება, მაგრამ მაინც მარათონი მაინც სულსხანაერია. ხო, მარათონი უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს და ისევ ნანუკას ფონდში ჩარიცხა ვიღაცამ თანხა. გთხოვთ, ბატონო გიორგი, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი ჩარიცხული თანხისთვის, მაგრამ გთხოვთ, იქნებ ჩარიცხოთ არა ნანუკას ფონდში, არამედ ეკრანზე მითითებულ ანგარიშზე. ძალიან გთხოვთ, ეკრანზე მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოთ თანხა. და მაგრამ აი რაღაცა რა მოძიება დაგჭირდებოდათ ალბათ ფინანსების, ალბათ რაღაცნაირად ბევრი დანაზოგი არც კი ვიცი გაქვთ თუ არა ემიგრაციაში ხალხია. კაპიკი დანაზოგი არა. საიდან რასაც აქანა მუშაობ ბანკები გვაქვს საქართველოში და იმას იმავჯობთ და საიდან
აი ვეხმარებოდი ყველას ჩემ ნათესობა იყო თუ ვინმე რომ აი დამეხმარეთ და პირველი ოპერაციის რაც მაინც მოიკრიბა მაგრამ მაინც თქვენი იმედი და თქვენი ჯგუფის იმედი მაინც ყოველთვის მქონდა ნანუკა და მაგ ძალიან დიდი იმედი მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ იმედები არ გაგიცრუეთ არ ჩვენ და მე ვიყავი 100% დარწმუნებული რომ ჩვენი მაყურებელი იმედებს არ გააცრუებდა მე 2022 წლიდან გვაქვს მარათონი თუ 20 წლიდან გამახსენეთ რა და არც ერთხელ არ მახსოვს ფაქტი რომ ჩვენ გვეთქვას 2020 წლიდან გვაქვს მარათონი და არ მახსოვს რომ ჩვენ ეთერში ვყოფილიყავით ჩვენ გვეთქვა მაყურებლისთვის რომ გადარჩენას სჭირდება ამდენი თანხა და ჩვენ შეუსრულებელი მისიით ეთერიდან გავსულიყავით და ამიტომ ყოველთვის ვამბობ და ახლაც და ჯერ გავიმეორებ რომ უნიკალური საქართველოში ცხოვრობს სასწაული ხალხი მართლა სასწაული ხალხი იმიტომ რომ ასეთი და სოლიდარობა არის ის რაც გაგვაჩნია და რაც გადაგვარჩენს ყველა პრობლემისგან თუ რამე გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ ამ სოლიდარობით უამრავი ადამიანისთვის სიცოცხლე შეგვინარჩუნებია და უამრავი დედა აგვიტირებია იმიტომ რომ გვითქვამს რომ აღარ იდარდო შენი შულის გადასარჩენი თანხა გაქვს და შენ აღარ ინერვიულო და ამაზე დიდი ადრენალინი ამ სამყაროში არ არსებობს როდესაც შენი 1 ლარი შენი 5 ლარით საბოლოო ჯამში ელოდები როგორ დროდის გამოაცხადებენ რომ მისია შესრულებულია და როდესაც 5 ლარად ამ მისიას ასრულებს ხვიცი გადარჩენის მისიას და როდესაც ამაზე უარს არ ამბობ არ შეიძლება რომ ამ მარათონებმა არ იარსებოს და არ შეიძლება რომ ამ შანსმა არ იარსებოს უღრმესი მადლობა მე გისურვებთ მალე დაბრუნებას თქვენს ქვეყანაში არა მხოლოდ თქვენ არამედ ყველა იმიგრანტს და მე გისურვებთ თქვენ მშვიდად ცხოვრებას ისე რომ აღარ იდარდო თქვენს ლუკაზე აი ხარეთ ნანუკა დიდი მადლობა დიდი მადლობა ქართულ ხალხს თქვენ ჯგუფს თქვენ ბევრი სიცოცხლე გადაგიჩენიათ მე ვყურობ თქვენ იმას ახლა პატარა რაღაცა პრობლემები შეგექნათ თუ არა მარათონს მე ყოველთვის ვყურობდი ხო საყვარლესი ხარ ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა თქვენ და უღრმესი მადლობა გისურვებთ მე გისურვებთ რომ აღარასოდეს აღარ გეტირო თქვენი შვილიშვილის გამო და აღარავის გამო და საერთოდ ბებიებს ცრემლი არ ქონოდეთ შვილიშვილების გამო არა კანონზომიერია ეს არ არის კანონზომიერი როდესაც ბებია შვილიშვილის გამო ტირის და მე კიდევ ერთხელ და 100 ჯერ ვეტყვი ჩვენს მაყურებელს დიდი მადლობა ქაუტონ ნათელა კიდევ ერთხელ და 100 ჯერ და 100.000 ჯერ გეტყვით მადლობას ხალხო მადლობას იმისთვის რომ არასოდეს იმეც არ გვიცრუებთ მადლობა იმისთვის რომ ჩვენ ამ დროს საეთერო მარათონის დროს ვახერხებთ იმას რომ ყველაფრის მიუხედავად მე არ მჯერად მე ყოველთვის მithქვამს და ყოველთვის ვამბობ მე არ მჯერა რომ ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად არ ვერთიანდებით და ამისიებს ვასრულებთ არ მჯერა მე ვარ 100% დარწმუნებული რომ ეს მარათონები არის პლატფორმა როდესაც ჩვენ ერთად ვახერხებთ ერთი საქმის გაკეთებას მიუხედავად ყველაფრისა იმიტომ რომ ასეთი ტიპის მარათონებში შეგვიგროვებია 800.000 200.000 300.000 და ვინ დამაჯერებს რომ ასეთი ეთერის ასეთი მისიების შესრულების დროს აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად არ ვერთიანდებით მე ვარ დარწმუნებული რომ ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა მოგწონვართ თუ არა პოლიტიკური სიმპათია გაქვთ თუ არა ჩემს მათ მეთანხმებით თუ არა ჩვენ ყველაფერს გვერძევდებთ და ვამბობთ რომ მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ის რის ირგვლივაც ჩვენ ვართ ერთნი და ამიტომაც არის ყოველთვის ჩვენი მისია შესრულებული ვინც ახლა შემოგვიერთდით ტელეკომპანია პირველის ეთერში არის მარათონი მარათონით 15 წლის ლუკას გადასარჩენად ლუკასი რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ მოყვა უმძიმეს ავტოავარიაში ის დაახლოებით 1 თვე იბრძოდა სიცოცხლისთვის 1 თვის შემდეგ ოჯახმა რთულად მოიპოვა ფინანსური რესურსი წავიდნენ თურქეთში შემდეგ უკვე თურქეთში გართულებული ინფექციით გართულებული მდგომარეობა ლუკას სიცოცხლე გადარჩა თუმცა ის ჯერ ვერ ახერხებს ინტეგრირებას საზოგადოებასთან და მე ცოტა ხნის წინ მივიღე დედამისისგან წერილი. ქალბატონო ნანუკა, წერთ გამწარებული დედა 15 წლის შვილის გადასარჩენად ქუთაისში მომხდარი ავარიის შესახებ. შეიძლება იცოდეთ კიდეც. სასწაულებრივად გადამირჩა შვილი 18 წლის სიცოცხლისთვის შეუსაბამო მოტეხილობა აქვს. ჩაუტარდა რამოდენიმე ოპერაცია, ახლა თურქეთში ვიმყოფებით. აღარანაირი რესურსი არ გაგვაჩნია. გთხოვთ, გემუდარებით, თქვენს იქით გზა არ გვაქვს. ვიცით, თქვენი ფონდის დაყადაღების ამხელა უსამართლობასთან გვაქვს საქმე. გთხოვთ, გემუდარებით, განათავსეთ თქვენს გვერდზე პოსტი. დიდი აუდიტორია ყავთ და გადამირჩინეთ შვილი. გევედრებით, არც დაფინანსებაზე გვაქვს პასუხი და არაფერი. გემუდარებით, დაგვიდექით გვერდში, არ გაწიროთ ჩემი 15 წლის ბიჭი. წინ რამდენიმე ოპერაცია გვაქვს, ვებრძვით ბაქტერიას, უმძიმესი მდგომარეობაა.
იმხელა თანხმებს ეხება საქმე გთხოვთ გვერდში დგომას. ამის შემდეგ გავიგეთ რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი ემიგრაციაში იყო. დედა ფიზიკურად შრომობს იმისთვის ძალიან ბევრს იმისთვის რომ შვილებს საარსებო მინიმუმი შეუქმნას და მე მივხვდი რომ ოჯახს მართლა მთელი რესურსი ჰქონდა გამოლეული და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ გაგვეკეთებინა საექსპერიმენტო მარათონი, იმიტომ რომ არ გვაქვს ფონდი და ურეკეთ ოჯახს უთხარით რომ მოეძებნათ მათი ნათესავი ან ვინმე ვისაც ექნებოდა ორივე ბანკის ანგარიში, მოკლედ შემდეგ ტექნიკურად რაღაცნაირად სიახლეზე გადავეწყვეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მარათონი გაგვეკეთებინა და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ თქვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის, რომლებსაც არასოდეს არც ერთ ჯერზე 2020 წლიდან დღემდე არ გაგიცრუებეთ ჩვენი იმედი, არ გითქვამთ უარი ადამიანის გადარჩენაზე, არ დაგიხევიათ უკან და გაგიკეთებიათ ყველაფერი რომ ადამიანები გადაგერჩინათ, სხვისი შვილები გადაგერჩინათ და არა მხოლოდ შვილები, ისევ თქვენს იმედად გადავწყვეტეთ ამ რისკზე ჩასწასვლა და საექსპერიმენტო მარათონი ჩავატარეთ. ეხლა მე ვთხოვ ისევ დედას ეთერში. რომელსაც მინდა რომ დაუსვა ერთი შეკითხვა, რომელიც სხვათა შორის წეღან მქონდა და მინდა ახლა კითხოთ. აი ამ ბრძოლაში, ამ რაღაცნაირ რთულ ბრძოლაში, როდესაც შვილის სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო, იქ ბაქტერიას უნდა ებრძოლო, იქ სხვა ქვეყანაში ხარ, იქ ენა არ იცი. იქ რაღაცებს უნდა გაუმკლავდე, იქ ქმარი ემიგრაციაში ყავს და მარტო ეს ყველაფერი უნდა გააკეთო დედამ. იქ შენი შვილი დატოვე შენს მეგობართან, იმიტომ რომ ყველა ემიგრაციაში ყავს დედას და დედამთილის და როდესაც აი ამდე რაღაცას ეჭიდები, ამ დროს ფული გაქვს შესაძლებელი, იმიტომ რომ ფული აუცილებლად გჭირდება რომ შვილი გადაარჩინო. თუ იყო როდესმე ის რაღაცა ერთი წუთი ან ერთი წამი, როდესაც ხელი ჩაიქნია, ძალიან ახალგაზრდა ხარ ამ ხელა გამოწვევისთვის. ძალიან ახალგაზრდა ხარ, აი ყოფილა რაღაც ის ერთი მომენტი, როდესაც აი ხელი ჩაიქნია და ჩათვალე რომ ვეღარ შვები რა, ვეღარ უმკლავდები ამ ყველაფერს რა. არა, არ მიფიქრია საერთოდ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მებრძოლი ვარ და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ესე მარტივად ხელს არ ვიქნებ ხოლმე არაფერზე. მაგრამ ეხლა როცა უკვე რომ ჩემ შვილს საქმე ეხებოდა, არ მქონდა დანებების უფლება. ლუკას ოცნებების ასახდენად, ლუკას კარგად ყოფნისთვის ერთი წამი ხელი არ ჩამიქნევია. თავარი მიზანი იყო ჩემი, რომ ლუკა მიმეყვანა თურქეთამდე და აი მერე იქ ეტაპობრივად შევძლებდი იმ გზის გავლას, რაც ჩემთვის იყო ურთულესი, მარტო ეს ყველაფერი, თანხაზეც უნდა მეფიქრა, ლუკას ჯანმრთელობაზეც უნდა მეფიქრა, მეორე დატოვებულ ბავშვზეც უნდა მეფიქრა, თუმცა ის ყველაზე კიდე ნაკლებად, იმიტომ რომ ძალიან საიმედო ხელში დავტოვე და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მეგობარი ნინო დედის მაგივრობას ანდრიას გაუწევდა, მე ყველაზე მეტად ვჭირდებოდი ამ შემთხვევაში ლუკას. ლუკაც დედას გავს მებრძოლია, არასოდეს ხელს არ იქნებ მარტივად. შეუპოვარი არის და თქვა, რომ დედა მე აუცილებლად კარგად უნდა ვიყო და მე ფეხზე უნდა დავდგე ისევ გავაგრძელო იმ ოცნებების და ჩემი მიზნების შესრულება, რა რისი პირობებიც მე შენ მოგეციო. მოკლედ ძალიან მძიმე იყო იმ ყველაფერთან ესე მარტო გამკლავება, თუმცა იყო ის გზა დარჩენილი, რომ არა მეთქი, უნდა მივიწერო ნანუკასთან, დარწმუნებული ვიყავი, თელი სამეგობრო გვერდში მიდგა, ყველა გნიშნავდათ პოსტებზე, რომ იქნებ როგორღაც გამოხმაურებოდი და აი თქვენი მოწერა, აი თქვენი პოსტის დადება, ეს იყო, არ ვიცი, სრული შოკი ყველასთვის, ყველა ტელეფონზე მირეკავდა, მწერდა ნახე, ნანუკამ პოსტი დადო თეო, ჩათვალე რომ ლუკა კარგად იქნება. და იმხელა ის იმედი, ის უიმედო იმედი, ესე ვიტყვი, ის უიმედო იმედი, რაც თან მქონდა და თან არ მქონდა, 100%-ით შემივსო თქვენმა გამოხმაურებამ და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუკას გამო თქვენ არ დაიხევდით უკან და მიიყვანდით ამ ყველაფერს ბოლომდე, რომ ლუკა ფეხზე დამდგარიყო. მე ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ. თითოეულ ადამიანს, ვინც ლუკას მე მადლობას თქვენ გთხოვთ ბოლოს, როდესაც ჩვენ შეჯამებას გავაკეთებთ ფინანს აი თანხის და მე მიხარია, როდესაც თქვენ ჩემი იმედი გაქვთ. მე მიხარია, როდესაც ყველა დედას ჩემი იმედი აქვს. არ შეიძლება მე ეს გულწრფელად არ ვთქვა. მე მიხარია, კი არა,
ეს არის ჩემი მთავარი ენერგია, მამოძრავებელი ენერგია და ეს არის წარმოუდგენელი, როდესაც იმას იაზრებ, რომ დედა, რომელიც სასოწარკვეთილია და შურის გადარჩენა უნდა, შენი იმედი აქვს, მაგრამ მე ჩემი მაყურებლის იმედი მაქვს, მე ხალხის იმედი მაქვს. მე ზუსტად ვიცი, რა სიზამენ ადამიანები, მე ზუსტად ვიცი, რომ ერთი წუთით უკან არ დაიხევენ, იმიტომ რომ სოლიდარობა არის ჩვენი მთავარი ძალა, იარაღი ჩვენ რაც გაგვაჩნია ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, ნებისმიერ ჩვენგანს და ამიტომ როდესაც მე ვამბობ რომ მოდი გავაკეთოთ მარათონი, მე ამას ვაკეთებ უკანაი დაუფიქრებლად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ მაყურებელი არ დაიხევს უკან. მე ამ შემთხვევაში ვარ შუამავალი, უბრალოდ გამტარი აი ამ ხალხისა, ჩვენი მაყურებლებისა თქვენს მიმართ და მე აუცილებლად უნდა კითხოთ. ეს იყო ზოგადად მძიმე ავარია, იმიტომ რომ ბავშვიც გარდაიცვალა ამ ავარიაში. ლუკას ერთია რომ სიცოცხლისთვის იბრძოდა და გაუნკლავდა ყოჩაღია, ახლა მეორეა რომ უნდა დაბრუნებაზე იბრძოლოს, მაგრამ მესამე, როგორია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იმიტომ რომ იქ მეგობარი იყო მისი 15 წლის მოსარდი, როგორ გრძნობს ლუკა ფსიქოლოგიურად თავს და ამ შემთხვევაში თუ როგორ დახმარება თუ ეწევა? ლუკა ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის, იმიტომ რომ ძალიან განიცდის მის ამ სიტუაციას, მის ამ მდგომარეობას. მის თავზე მეტად არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ მისი მეგობრის სიტუაციას უფრო განიცდის და იმას რომ ის გარდაიცვალა და სრულად მჯერა რომ ესე იქ. ძალიან ნერვიულობს ეს ორი ბავშვი, აი სულ ერთად იყვნენ, სულ ერთად, აი დღეც და ღამეც. ლუკა ამას იმდენად განიცდის, ანუ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვს სიარული არ შეეძლო, ყველანაირად ანუ ტრამვირებული ხელით, ორივე ფეხით და აი როგორც კითხვალი გაახილა და ეს ყველაფერი გაიგო, აი მეწმუნეთ რომ ლუკა მთხოვდა იმ წუთიდან იმ ბავშვის სასაფლაოზე მისვლას, მის ნახვას, სად იყო დაკრძალული. ძალიან ეტკინა გულინა, აი გულწრფელად მეც მყავს 21 წლის მეგობარი დაღუპული და ვიცი ეს რა განცდაც არის, რა ემოციაცა, თუმცა ლუკა იმდენად რთულად იყო, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის მოხერხება, რომ ლუკასთვის მისი სურვილი აგვესრულებინა. არ არსებობს დღე, რომ ლუკამ იმ ბავშვზე არ იფიქროს, არ ინერვიულოს, მისთვის ძალიან მძიმეა, თუმცა რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო ჩვენც ვიკავებთ თავს და ეს სურვილად რჩება ლუკას, მაგრამ ლუკა დადგება აუცილებლად ფეხზე და მის მეგობართან მივა და მოუყვება იმ ამბავს, რაც მის გულში მთელი 2 თვე და 3 თვე ტრიალებს. მესმის ლუკას გადაეცით ჩვენგან დიდი სიყვარული და სურვილი იმისა, რომ გვინდა რომ კარგად იყოს და ეს შანსი, რომელიც მას მეორედ მიეცა, ამ სამყაროში არსებობის, გამოიყენოს ძალიან მნიშვნელოვანი მისიისთვის და მე ვარ დარწმუნებული, რომ ამასაც იზამს და ეხლა ბოლოს კიდევ ერთ ბოდიშის მოხდით ლუკამ, რომ გაიგო თქვენ შესახებ, რომ აი თქვენ გამოგვეხმაურეთ, არ არსებობდა დღე ქალბატონო ნანუკა, რომ ლუკას არ მოეკითხეთ, დედა მოგწერე, ეს დედა რა გითხრეს, აბა შეგროვდება ფული, ფეხზე შემეძლება დადგომა, დაგვეხმარებიან, ანუ იყო ლუკა დადარაჯებული ტელეფონზე, თუ ხმას გაიგონებდა, დედა მიდი იქნებ, ნანუკა მოგწერა, იქნებ ისა არ გამოგეპაროს რაიმე, აი ბავშვიც ისე იყო მობილიზებული და ესეთ დარწმუნებული იყო თქვენში, რომ ლუკა თქვენით ხალხის დახმარებით მოახერხებდა იმ ყველაფერს, რა რეალობასთანაც თვალის გასწორება მოუწია. ესეც მინდოდა აუცილებლად მეთქვა, რომ ლუკასაც ძალიან დიდი იმედი და мотиваცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ თქვენ მას შეეხმიანეთ და ის იმედი კიდევ უფრო გაუღრმავეთ, რა იმედიც ლუკას ჰქონდა აი თქვენი შეხმიანების შემდეგ. თეონა, მე კიდევ ერთხელ და ასჯერ გავიმეორებ, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი მაყურებლის იმედი, სასწაული ხალხის იმედი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ და ჩვენ დღეს გვინდა და 55,000 ლარი. მე არ ვიცი რა მოხდება ამ შემთხვევაში, არ ვიცი ამ ფორმატით არ ვიმუშავია, ეს დღეს პირველი ექსპერიმენტია. მაგრამ ნანუკას ფონდის შემთხვევაში მეორე დღეს ყოველთვის ემიგრაციის თანხა მეორე დღეს ირიცხებოდა და იყო ფინანსური სხვაობა. ყოველთვის იყო გაცილებით მეტი ვიდრე პირველ დღეს. ჩვენ ხვალ კიდევ ერთხელ დაგიკავშირდებით და კიდევ ერთხელ შეგეკითხებით რამდენია თქვენს ანგარიშსა და მაყურებელს განვუახლებთ ინფორმაციას, თუმცა
ჩვენ ვიცით რამდენია დღეს და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა და ამ დროს ყოველთვის უწევ ხმას, ყოველთვის უწევ ტონს, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია ეს მომენტი. ჩვენ დღეს ვაგროვებდით 55000 ლარს. 55000 ლარი იყო არსებითად მნიშვნელოვანი, რომ შეგვაგროვებინა ლუკასთვის იმ ოპერაციისთვის, რომელიც მან აუცილებლად უნდა გაიკეთოს. და ეხლა მე ვთხოვ მას ოპერატორს, რომ გვაჩვენოს რამდენი ანგარიშზე. 29234 ლარია TBC-ზე. 36778 ლარია 66012 ლარი არის ჯამი 66012 ლარი ანუ 10000 ლარით მეტი შეუგროვდა ოჯახს ვიდრე ისინი თქვენგან ითხოვდნენ და როგორ არ უნდა გითხრათ რომ თქვენ ხართ სასწაული ხალხი უნიკალური ხალხი და თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ხალხი ხალხნო ყველაზე მაგარი ადამიანები ხართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეთ ამ ქოლმოქმედებაში და მე თეონა გითმობთ ეთერს თქვენ. უღრმესი მადლობა მთელ საქართველოს, მთელს მსოფლიოს, თქვენ, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შვილისთვის 1 ლარიც კი არა, თუნდაც თეთრები ჩაერიცხოს. არ ვიცი, სიტყვებთან ძალიან დაბნეული ვარ სიხარულიდან, ემოციებიდან. კიდევ ის იმედი და ის ნაპერწკალი, რომ ხალხით გაჩნდა ლუკაში და ჩემში. ძალიან დიდი მადლობა სიკეთეში გადავიხდით აუცილებლად მე და ჩემი შვილი არაერთ მარათონში მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა ნამდვილად არ მეგონა თუ ოდეს მეც მსგავსი რამ დამჭირდებოდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი შვილის და ჩემი მდგომარეობა გულთან მიიტანა. უღრმესი მადლობა, უფალმა დაგლოცოთ და დაგილოცოთ თქვენი შვილები და ნურასოდეს თქვენი შვილის განცდას, თქვენი შვილის ავადმყოფობას ნურცე დედას ნუ გამოაცდევინებს. უღრმესი მადლობა, საოცარი ერი ვართ, ესე გვერდში დგომა შეგვიძლია. პადასტურებ თეონა, ძალიან დიდი მადლობა. კიდე რამის ხო თქვა ხო არ გინდოდა? არა, მადლობთ, მაპატია ცოტა ემოციურად. არა უშავს პირიქით, მე მიყვარს დედის ბედნიერების ცნებლები. რამდენი? უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანუკა. უღრმესი მადლობა, რომ ეს იმედები, რაც მე და ჩემს შვილს თქვენს მიმართ და ხალხის მიმართ გქონდა, ლუკას თავის ოცნებას აიხდენს და ფეხზე დადგება. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. და მე ვთხოვე ხა პროდიუსერს, რომ ბოლოს რაღაცას მეუნებოდი, ზურა ვერ გავიგე. და 68000 ლარით გავდივართ ეთერიდან. 68000 ლარი, წეღან თქვის არა, 1 წუთის წინ თქვის 66000 ლარი და 68000 ლარით გავდივარ ეთერიდან და მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს გახდება ხოლგაცილებით მეტი, როდესაც ემიგრაციის თანხას მიიღებს ლუკა ხალხნო. მილიონი მადლობა, მილიარდი მადლობა და ღმერთს ვთხოვ. ღმერთს ვთხოვ, რომ არც ერთი თქვენი ოჯახის წევრისთვის არ დაგჭირვებოდეთ. არც ერთი ლარი გასაჭირის დროს, არც ერთი თქვენი ოჯახის წევრს არ ქონოდეს ისეთი კრიზისი, რომ თქვენ ვინმესთვის თანხა გეთხოვოთ. ღმერთს ვთხოვ ამას თითოეულ თქვენგანზე. მე უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ ეს ექსპერიმენტი შედგა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფორმატი იყო, მიუხედავად ამისა, ჩვენი მისია შევასრულეთ. გიხდით მილიონ მადლობას და იცოდეთ, რომ მინდა ყველაფერი, ეს ემოცია, ეს სიხარული, დედის, ლუკასის და ჩემი, თითოეულ თქვენგანს 100000 ჯერ უფრო მეტად დაგიბრუნდეთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს მარათონი შედგა ხალხნო და მე დღის ბოლოს აუცილებლად კიდევ ერთხელ ეთერის ბოლოს ვიტყვი იგივეს რითიც დავიწყე. დღეს კლინიკიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ციხეებში სხედან ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში იბრძვიან საქართველოსთვის პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები და მე ეთერს აუცილებლად დავასრულებ ამ ლოზუნგით. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს და თავისუფლება საქართველოს. დიდი მადლობა მეგობრებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს მარათონი შედგა. თქვენ ხართ სასწაული ხალხი.